ბატონიგელასთან. ახლა მე ეს ავტომობილი რო ვიყიდო და ქუჩაში რო გავიარო, ვინმე ჩამიჯდება იქით მხარეს. პენსიონერები არა, პენსიონერი მაინც არ ჩაეტევა იქ. პენსიონერების მანქანა არ არის. კიო, პენსიონერი იქ არ ჩაეტევა, ხო? ამიტომ აუცილებელია უნდა იყოს 35 მაქსიმუმ ბატონო. აი, მაშინ თქვენ წადი. მოდი განვიხილოთ მეორე ავტომობილი. არა მართლა აი ფერი არის რაღაცა სასწაული რა. ძალიან მაგარია. მოდი განვიხილოთ აი ეს ავტომობილი. ეს არის ნათო BMW M4. ეს არის დღეს ითვლება ძალიან მაგარ ავტომობილად, ხო? ვინაიდან ეს კაბრიოლეტი არის, ამ კაბრიოლეტს თავისი კლიენტი ყავს, როგორც ესე რომ ვთქვა, ხო? დიახ. კაბრიოლეტი ძალიან ახალგაზრდულიც არის, ყველაფერთან ერთად სპორტული ავტომობილი, სწრაფი ავტომობილი და მით უმეტეს ზაფხულის პირობებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ავტომობილი მის გათვალისწინებით, რომ ჭერი შეიძლება გადახსნათ ამ ავტომობილს. ლუკა, ახლა მე ამაზე დავждები. და დავკრუგო ვაკე საბურთალო იქით აქეთ. და ის ცარიელი რო არის, ცოდვა რა ისიდენია. ერთი გამოაცხადე, თუ ვინმე არის პენსიონერი, ადგილი არის თქო, ა? მე გავალ ამ მანქანას ვიყიდი, დავკრუგავ, მაგრამ შენ გამოაცხადე, რომ გელა ბარკალაია მარტო მოძრაობს თქო და პენსიონერ ქალს ეძებს თქო, რომ გავასეირნო, ხო, აბა მარტო ხო არ ვისეირნებ. მოდი აბა დაჯექი. მერაბი, შენ ამბობ, რომ აი მითხარი გულწრფელად. აი ამ წუთას შენ ამბობ, რომ გირჩევნია Porsche? დიახ. Porsche გირჩევნია? ორივე თავის კლასში იდეალური ავტომობილები არის, მაგრამ ნუ გემონება ცოტა ისეთ საკითხია, ყველა ის Porsche-ზე შევაჩერებდი ჩემს არჩევანს. დიახ. შენ ცოლის მოყვანამდე გინდა ეს თუ ცოლის მოყვანის მერე? ესეც საკითხავია კაცო. არც მოყვანამდეა ორიგო და არც მოყვანის შემდეგ იქნება. დათო, მოდი აბა დაახასიათე ეს ავტომობილი. რატომ უნდა იყიდოს ეს თქვათ ჩემნაირმა კაცმა? მე არ მინდა ეს. ეს მაინც არის ახალგაზრდებისთვის, ხო? მე რა სათქვენოა ბატონოგელა, იდეალური ავტომობილი არის ქალაქში გასავლელად ყველას თვალს იზიდავს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ როცა ქალაქში გაივლით, ყველა თქვენ გართმევთ ხელს, ყველა თქვენთან მოდის, თუ BMW-ში ზიხარ, მით უმეტეს ყველას ყურადღებას იქცევ. კი, მაგრამ ახლა მე ამით რომ გავიარო. ერთი პრობლემა მაქვს. იქით ვინ დავსვა? გამოვაცხადოთ ვაკანსია. ვაკანსია გამოვაცხადოთ, რომ ის ადგილი თავისუფალია. თავისუფალია. კარგი.